ძალიან ლამაზი რუკა გამოჩნდა, სადაც ტრასა იყო აღნიშნული და მას ასე მოძრაობდა, ასე ვთქვათ, ლამაზი ტრასა. ეს იყო ბაქო, თბილისი, ერზერუმის მილსადენი. მორჩა ეს, არ ვარ ჩვენ აქ. გამოგვაგდეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დანიშნულების სწორად აღნიშნეთ სახელმწიფო უსაფრთხოების ასევე მნიშვნელოვანი ბერკეტის სივრციდან საქართველო დღემდე თუმცა ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო 2 წელიწადი უკვე ამ მილს ჩვენ არ ვიყენებთ და საუბარი იყო დროებით გადაცემაზე, მაგრამ ამ ხელშეკრულებით როგორც ირკვევა 20 წლით ჩვენ ეს დაუთმეთ აზერბაიჯანს. რას ნიშნავს ეს? დღემდე ჩვენ ამ მილსადენით ვღებულობდით 1.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ჩვენი მოხმარება არის 3 მილიარდი კუბური მეტრი. ნახევარი გაზის იმპორტისა მოდიოდა ამ უკიდურესად პოლიტიკურად, ტექნიკურად და ყოველ მხრივ, ასე ვთქვათ, დაცულ ფინანსურად თუ ნებისმიერი კუთხით დაცულ მილსადენზე. ნახევარს ღებულობდით აი აქედან. რა არის ეს შემადგენლობის მიხედვით? 1 ამ მილსადენში ევროპისაკენ და თურქეთისაკენ გატარებული აზერბაიჯანში მოპოვებული გაზით, აზერბაიჯანული გაზი არის ჟარგონი. აქ გადის კონსორციუმის გაზი, სადაც მთავარი წამყვანი არის BP, British Petroleum და ასევე სხვა მძლავრი საერთაშორისო კომპანიები, ისევე როგორც საკმაო აქციების მფლობელი, ოღონდ უკვე მინორიტარები, ასე ვთქვათ, არის თურქეთი და თავად აზერბაიჯანის, მე ვამბობ, შაჰდენიზის კონსორციუმში, სადაც მოიპოვება გაზი და ვინც ფლობს გაზს. და ვინც გვაძლევდა ამ გაზს ჩვენ 1.5 კუბურ მეტრს. რატომ გვაძლევდა? უფასო იყო ფაქტობრივად, კი არა, უფასო არის. გატარებული გაზის 5% ხვდებოდა ჩვენ როგორც ტრანზიტის საფასური და ეს საკმაოდ კარგი ხელშეკრულება გაფორმდა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს. აქ გადის გიეჭანტურიას და მათი დამსახურება დიდი იყო. ძალიან დიდი იყო. და 22 მილიარდი კუბური მეტრი პირველი ასე თქვა ნაწილი რომ მხოლოდ 8 მილიარდი იყო და ახლა გასამაგრა და უკვე 24 მილიარდის მაქსიმალური სიმძლავრის ასე თქვა მოცულობა გააჩნია ამ მილსადენს. ეს აივსო დამთავრებულია უკვე შარშან იყო 22 მილიარდი კუბური მეტრი, აქედან 1.1 იმისი 5% ხვდებოდა ჩვენ უბრალოდ შარშან წინ. შარშან იყო უკვე 23 მილიარდი და მილი ფაქტობრივად არის დაკავებული. დაიტვირთა და მისი გამტარუნარიანობის რესურსი და რა თქმა უნდა და თუ მაშინ 8 მილიარდი იყო გამტარუნარიანობა და სამჯერ გაადიდეს, ეხლა ამაზე საუბარი არ არის, დაახლოებით ნებისმიერი გათვლებით 6-7 წელი სჭირდება აზერბაიჯანიდან თურქეთის საზღვრამდე, ანუ ბაქო, თბილისი, ერზერუმის, აზერბაიჯანის, საქართველოს მონაკვეთზე, აი ამის ასე ვთქვათ, ახალი მილების ჩაყრას და 1-2 მილიარდი იგივე ტრასაზე გატარებას და ამაზე საუბარიც არ არის ჯერ. ანუ მრავალი წლის განმავლობაში ეს მილი ფაქტობრივად უკვე არის შევსებული. 24 მილიარდი არის მაქსიმალური, მაგრამ ასე არ დატვირთავენ, მაგას თავისი პატარა ტექნიკური. რა გავლენას ახდენს ახლა ეს? ანუ მეორე 9 მილიარდი რა იყო? 9 მილიარდი ეს იყო, ანუ ის ხომ იყო ტრანზიტის გადასახადი 5% უფასო. მეორე ასევე ტრანზიტის გადასახადი იყო სხვა კომპონენტით. ჩვენ გვაძლევდნენ 500 მილიონი კუბურ მეტრ გაზს, ისე ვიმეორებ, აზერბაიჯანი კი არა, სოკარი კი არა, აზერბაიჯანის მთავრობა კი არა, შაჰდენიზის კონსორციუმი და ეს 500 მილიონი ყოველწლიურად იყო ფაქტობრივად მაშინ თლად სიმბოლურ ფასად 1000 კუბური მეტრი $45. შემდეგ კოეფიციენტით მცირეოდენ იზრდებოდა და აგერ 23 წლის შემდეგ გახდა $70. ანუ საბაზროზე მნიშვნელოვნად
ნაკლებად. ამიტომ უწოდებდით მას სოციალურ გაზს, ხო? ეს კიდე სხვა. აბსოლუტურად არასწორი ტერმინი გაჩნდა ტერმინი, მაგრამ ასე ამას უწოდებთ. ხო, მაგრამ ეს ამას უწოდებენ, ოღონდ არ არის სოციალური ეს არის. ხელშეკრულების გაფორმების დროს ერქვა ამაზე ოფციური გაზი, ანუ ჩვენი კუთვნილი, აი ამ ტრანზიტის გაზი, მეორეს ერქვა დამატებითი გაზი. აი ეს არის სამართლებრივად სწორი ფორმა, რაც გაფორმებულია ხელშეკრულებაში. ნაწილს გარანტირებულად ვიღებთ ტრანზიტის გამო. ხასოთ და რაღაც ნაწილს ვიღებთ ძალიან დაბალ. ამ ნაწილს გაუვიდა ვადა. და ხელისუფლებას უნდა ემუშავა კონსორციუმთან, მაგრამ როგორ ემუშავდა კონსორციუმთან, რომლის ძირითადი დამფუძნებლები დასავლური კომპანიები არიან, როდესაც მთელი სამეზობლო კი არა, ყველა მოიმდურა და ძირითადად ბრიტანელები და ამერიკელები. რა თქმა უნდა და მithmetet ბრიტანეთი ასანქცირებს და ბრიტანული British BP და სხვათა შორის ბევრი სტრუქტურა, იგივე ბაქო-თბილისი ჯეიხანი, ანუ სადაც ჩვენ ტერიტორიაზე ნავთობი გადის და იქედანაც ღებულობთ, ოღონდ ფულს ღებულობთ. ამ ტრანზიტში გატარებისათვის ახაც BP-ა მთავარი კონსორციუმში, სადაც გაზი მოიპოვება შაჰდენიზის კონსორციუმში, ახაც BP-ა მთავარი ბაქო-თბილისის ერზერუმის მილსადენში, ამას ქვია სამხრეთ კავკასიური მილსადენი, ახაც BP-ა მთავარი, იქ ტოტალი ფრანგული და ასე შემდეგ. და ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას ელაპარაკა ამის გაგრძელების შესახებ, თუნდაც შეცვლილი ფასით, მაგრამ ჩვენ აქ 1.5 მილიარდი გაზის გატარების სივრცე გქონდა და რა მოხდა? დღემდე არ აღიარებენ. ეს არის დანაშაული. ვოთ ჩვენ ცხრილების მიხედვით, რასაც CMEK აქვეყნებს, იქიდან ვიღებთ, რომ თურმე და რატო ჩამოდიოდა ალიევი? 1000 ზღაპრებს აკომენტარებდნენ ხოლმე და ხან ჩვენც ვიცით მარჩიელობა, რატო ჩამოვიდა მაშინ? ალიევი ერთხელ მეორეჯერ სადღაც იქ საგურამოში წავიდა და თბილისში არც კი ჩამოვიდა და რაღაც ახლა რატო ჩამოვიდა? ყველა ჩამოსვლა დაკავშირებული იყო გაზთან, ენერგეტიკასთან 2 წლის წინ მაშინდელი ჩამოსვლისას და არავის ამას არ ეუბნებოდნენ და სხვათა შორის წამოწდა რომეო მიქაუტაძეს სადღაც ერთი სიტყვა წამოწდა, რომ ჩვენ აზერბაიჯანს დაუთმეთ ჩვენი სივრცე და ეს იყო რაღაც სკანდალური. იმის მერე ხაღალზე დაწერილს მაგრამ ჩვენ ვნახეთ სულში დაბარებული ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერი. აი, იმიტომ რომ წამოაყრანდა. ოღონდ ეგ თემა ეგრევე წამოწდა. ჩვენ გაზის თემაზეო და ევროპა ხო უნდა მოვამარაგოთო. ევროპას ვინ არ მარაგებს. ოღონდ ეს ლევან დავითაშვილი შევახსენოთ მაყურებელს, რომ რამდენიმე კვირაში უკვე სუსისთვის დასაჭერად გამზადებული ერთი შეხედვით იმით. გადაარჩინა. ხო? ალიევმა გადაარჩინა. არის იტალიური ქსელის ხელმძღვანელ თანამდებობას. ეხლა რა მოცემულობაა დღეს? თურმე ჩვენ რატომ დაუთმეთ არავინ არ იცის? მესამე წელიწადია, რომ 1.5 მილიარდი კუბური მეტრი კონსორციუმის გაზი ფაქტობრივად ამაზე ჩვენ უარი ვთქვით. ჩვენი სივრცე დაუთმეთ აზერბაიჯანს. აზერბაიჯანმა დაიწყო გაზის ტრანზიტი, დამატებითი ტრანზიტი გერმანიაში და საბერძნეთში და უკვე დაიწყო. მანამდე სანამ გერმანიაში შევიდოდა, აზერბაიჯანს გამოუთავისუფლდა 1.5 მილიარდი კუბური მეტრი ჩვენი გაზი, რომელიც სამმაგი ფასში გაყიდა ევროპაში. მაშინ ჩვენ როგორი კომპენსაცია მოხდა? მაშინ ჩვენ მივევით აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზს, სოკარის გაზს, და ამას ქვია სვოპი, გაცვლა. მე ჩემკუთვნილ გაზს ვაძლევ ამ ბაქო-თბილისის ერზერუმის მილსადენის სივრცესა და გაზს აზერბაიჯანი მაძლევს მე თავის გაზს და გარდა ამისა ჩვენ გაზს ვღებულობთ 1.5 მილიარდი ხომ ვღებულობთ ჩვენ გაზს ბაქო-თბილისის ერზერუმიდან ამავე დროს დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრს ვღებულობთ თავად აზერბაიჯანულ გაზს, ეგრეთ წოდებულ სოკარის გაზს. საიდან ვღებულობთ? ამორტიზებულ, დაანგრეულ საბჭოთა მილში ყაზახი საგურამოს მილი, რომელიც გაჩერებული იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი ვიწრო მილი, პატარა ერთადერთი დანიშნულებით, რომ აზერბაიჯანს საბჭოთა საქართველოსთვის საბჭოთა აზერბაიჯანს მიეწოდებინა გაზი. ეს 10 მილიარდი კუბური მეტრის გამტარიანობის მილი იმდენად დაინგრა, ეხლაც დაჟანგულია, მიდის კოროზიის პროცესი, ყოველ წელიწადს ამოჭრიან და კერავენ, ნახრეტებია და ჟონავს და ბევრი დანაკარგებია.
მილსადენი გადის მთიან რეგიონშიც და მიწაში არ არის ჩაფლული ზემოთ არის მიწის ზედა ეს არის ტიპიური საბჭოთა ასე თქვათ შორის დივერსიული აქტებისთვის და რა თქმა უნდა ის უნდა თანაცმობის დაზიანდეს მთელი ჩვენი მილიარდ ღებულობდით სოკარის გაზ აი ამ მილიდან და მისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 2.5 მილიარდი. ახლა უკვე წელს იმ მილიარდს დავუმატოთ ეს მილიარდ ნახევარი რომელიც აგერ 20-იანი ხელშეკრულებით გაფორმდა და მანამდე ეს სქემა მოქმედებდა 2 წელიწადია ოღონდ ამას არ ამბობდნენ ეხლა გააფორმეს დოკუმენტურად მაშინ თუ დროებითი რაღაც შეთანხმება იყო და 2 მილიარდ ნახევარით ეს მილი გაივსო უკვე ის მილი საკმარისია ოდნავ მეტი წნევა მოუმატონ და გასკდება ფაქტობრივად არა და ჩვენი მოხმარება იზრდება ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, ანუ ეკონომიკა გაიზრდება ის. ანუ რა გამოვიდა? ის მილი შეივსო. ბაქო-თბილისი ერზერუმის მილის სივრცე დავკარგეთ და იძულებული გავხდით შარშან 1.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შემოგვეტანა რუსეთიდან გაზპრომის გაზი. ამასაც არ ამბობენ, ამდენი შემოვიტანეთ. მაგრამ გაზპრომმა გამოაქვეყნა სამი თქვენთან მქონდა ამაზე საუბარი, როდესაც თავის ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს. სენსაციურად რომ აღვიქვით. 1.1 შევიდეთ გავყიდეთ საქართველოსიო, წლიური 40% გვაქვს. ფაქტობრივად ექსპანსია მოახდინეთ ამ ქვეყნის ბაზრისო. ანუ ჩვენ შარშან მოიხმარეთ 3.3 მილიარდი კუბური მეტრი, 1.1 შემოვიტანეთ გაზპრომიდან. აზერბაიჯანს რომ კონდეს გაზი. ჩვენ შეგვეძლო შემოტანა ვერა, იმიტომ რომ ერთი გაძვალტყავებული ძველი მილი 2 მილიარდ ნახევარზე მეც ვერ გაატარებს. ახლა რაში გაიცვალა ეს ყველაფერი? მოდით ამ სურათს ბოლომდე დავხატავ და გეტყვით. საქართველოში გაზის მოხმარება გასამაგდა 20 წლის განმავლობაში. 10 წლის განმავლობაში თუ ჩვენ 2 მილიარდს მოიხმარდით 10 წლის წინ დღეს უკვე 3.3 მილიარდია. საქართველოს 20 წელიწადში გაზის მოხმარებას გააორმაგებს. ჩვენი მოხმარება იქნება დაახლოებით ყველაზე მცირე 4.5 მილიარდი, მაქსიმუმ 6 მილიარდი. 20 წლის განმავლობაში ისეთი ვერაფერი გაკეთდება. ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი ეს უზარმაზარი ჰესების რომ აშენდეს და ქარმა და იმან წაიღოს ქვეყანა მზის იმან რა ქვია სადღურება. კი, წაიღოს ქვეყანა იმის გამომუშავებით მივიღოთ დამატებითი ელემენტი. არ ხდება, იმიტომ რომ მარტო ერთი მოის რომ აშენო ნამახვანი მას 10 წელი დაჭირდება და გაზის მოხმარება საქართველოში გაიზრდება როგორც წინა წლებში იზრდებოდა. მათ შორის ელექტროსადგურების მოხმარება ელექტროენერგიის ელექტროსადგური გარდაბანში და კიდევ ერთი შენდება გარდაბანში. ანუ ჩვენ უნდა მივიღოთ გაზი აი ამ დაახლოებით 10-15-20 წლის შემდეგ ხვალ და ზეგაც კი ემი ნაზარდი და დაუშვათ 5 მილიარდი რომ უნდა მოიხმაროთ სოკარის მილის გამტარება 2 მილიარდ ნახევარია. საიდან უნდა შემოვიტანოთ ეს? აგერ ჩრდილოეთ სამხრეთის მილსადენით რუსეთიდან რომელიც მიდის სომხეთში. რაში გაიცვალა რომ ამბობთ? ჯერ ერთი აქედან გამოდიოდა თქვენი დასკვნა რომ ესე მკაცრად დაწერეთ რომ გაზპრომს მიგვაბარეს? კი. ფაქტობრივად ასეა. ხო. ასე გამოვიდა ეს არ ნიშნავს რომ ეხლა ეს ალიევი გახარებულია რომ რუსეთს აგვაბაროს. მაგრამ მისი ინტერესებიდან გამომდინარე და მან მეაღწია ყველაფერს. რამდენჯერაც საქართველოს ჩამოვიდა, იმდენჯერ შედეგი დატვირთული წავიდა, მან მიაღწია ყველაფერს და ჩვენი გეოპოლიტიკური როლი დაკნინდა და ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დაკნინდა. მეორე მხრივ, სადაც როცა ურთიერთობა გაქვთ უნდაც იგივე კონსორციუმთან, აზერბაიჯანი ჩვენი მეზობლური სახელმწიფოა და უზარმაზარი პროექტები ერთად ხორციელდება და ბევრი რამ ერთად არის, აგერ ყოლევის სპორტი დავიღოთ და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკურ ზემოქმედებას მეზობელი ახდენს, რომ ზელანდიასთან არასდროს პრობლემა არ გვექნება. ერთადერთი პრობლემა შეიძლება არის რაგბიში, ასე ვთქვათ, მოგიგონ. როგორც მინიმუმ არა მარტო ინიციატორის როლი დაპარკეთ ამ. ამიტომ აზერბაიჯანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ უმცროს პარტნიორად ვიქეცით ასე. და სიცრუე ამ გუშინდელი განცხადებით. გუშინ განაცხადეს, რომ აი ეს დამატებითი გაზის პროექტი გაგრძელდა. კომახიძემ თქვა იდეალურ ხელშეკრულებას
გაგზელს ერთი ტყუილია სამწუხაროდ ზოგიერთმა მედიამაც აიტაცა და ზოგან კიდე გამოყავთ ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტები რომლებიც სამთავრობო ამას აჟღერებენ ვითომ ასე თქვა ობიექტური ენერგეტიკოსები ზოგიერთები მე ჩვენ კონტრაქტი თვალით არ მინახავს მაგრამ ვიცი რომ ფასი გაგზელდა ძველი იმით არავითარი ძველი ტარიფით კობახიძემ ეშმაკურად თქვა სოციალური ტარიფი უკვე არის სწორედ აი ამ ყაზახი საგურამოდან შემოსული სოკარის გაზი რომელიც ითვლება მეტნაკლებად შეღავათიანად მაგრამ ის ორჯერ მეტია ვიდრე და ორჯერ კი არა კიდე უფრო მეტი ვიდრე ჩვენ ფასით ვიდრე შარდენის ნება ანუ და თანაც რა გაირკვა ჩვენ გვეგონა რომ ხელშეკრულება მოაწერეს ეს არის პოლიტიკური ჩარჩო ხელშეკრულება და აზერბაიჯანული წყარო სხვა რამას ამბობს 15 ოქტომბერს მოხდება ფინანსური ასე ვთქვათ ნაწილის ხელმოწერა და გარდა ამისა აქეთ ამხარე მალავს იქ ამბობენ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იყო აზერბაიჯანის მიერ ევროპაში გაზის ტრანზიტის საკითხი ჩვენთან დაკავშირშია ტრანზიტის საკითხი ანუ ფაქტობრივად არ ამბობენ მაგრამ 20 წლით თუ ჩვენ 2 წლის წინ გადავეცით ეს ბაქო-თბილისი ეზერომის სივრცე სამუდამოდ შეიძლება 20 წლის მერე კი არა კაცმა ერთის ხელშეკრულებაში გაწერია ფაქტობრივად შეიძლება დაუთმოთ მას აქ თქო რატო საიდუმლოებდება ეს ესე იმიტომ ძალიან არაპოპულარულია ძალიან წამგებიანია მალავენ ყველაფერს ფასს მალავენ სივრცე რომ გადავეცით მილში მალავენ ხელშეკრულების ნიუანსებს არა პოლიტიკურადაც გაუგებარია თუ მართლა იდეალურია ყობახიძის შეფასების პირიქით მათი თვის პოლიტიკური რუსეთს ასე ამოვნებენ ყველაზე გამარჯვებული გაზპრომი გამჭვირვალობის კანონი მაგაზე არ მოქმედებს გაზპრომი გამოდის ყველაზე გამარჯვებული ეს თემა არ დაიხურება კიდევ კაი ხანს მით უმეტეს რომ ბევრი გაურკვევლობაა მაგრამ აი პოლიტიკური დასკვნა მათ შორის საზოგადოებისთვის ერთის მხრივ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ნაწილში და მეორეს მხრივ სოციალურ ნაწილში მოკლედ რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა ასეთია რომ რატომ გავაკეთეთ გაზს არ მოგცემდნენ აზერბაიჯანმა გაზის რომ მოიპოვოს ისე ვიმეორე ეს მილი უკვე გადავსებულია მორჭა აზერბაიჯანი ჩვენთან 2 მილიარდ ნახევარს რომ გვაძლევს ყიდის ამას ხო არ ჩუქრის და მას ბაზარი ჭირდება რა თქმა უნდა ამიტომ ამით იმართლებენ თავს რომ აი ჩვენ ხომ 500 მილიონი რომ ვადა გაზდიოდა ხო მოვიპოვეთ აგერ ამას არ მოგცემდა ვიღაცა საწაიღებდა ხო არ საწაიღებდა ჯერ ერთი და მეორეს მხრივ პოლიტიკური დათმობა უსუსურობა კონსორციუმთან ლაპარაკის ასე თქვა ყველანაირი რესურსის დაკარგვა და აი ჩვენ დასავლელი პარტნიორებთან კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა ეკონომიკური და როგორ აისახება აზერბაიჯანის ყველაზე მწარე მაგალითი მიგვაბა აზერბაიჯანის გაზპრომზე დამოკიდებულების და აგერ კიდევ დამოკიდებული გავხდა გაზპრომზე არ არის გამორიცხული რაღაც კორუფციული სქემებიც ვინაიდან როდესაც რაღაცას თმობ ეს დათმობა შესაძლოა არ არის მხოლოდ ერთია რომ თავარი ფაქტორი დაუძლურობა დაძაბუნება და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ელემენტარულად გარეჯის საკითხი ხო საერთოდ არაზოს არ დაუყენებიათ ამასაც კი ვერ ბედავენ რომ რაღაც კომისია მოვიდეს და ის ძველი საზღვრის და იმისა ქვია კომისია რომ იყო ანუ აი ფაქტობრივად არაფრის ფასად ან რაღაცა ისეთი ტიპი კერძო ინტერესები ანუ გაზი ვიყიდეთ ჩვენ ხო რომელიც საჯაროდ საერთოდ არ არის ხო თუ ზარმაზარ რაღაცა ერთადერთი ხელშესახები და თვალში საცემი რაც ნახეთ ისეთ TikTok-ზე გამოქვეყნებული ისტორიებიდან არის ის რომ ბიზნა ივანიშვილის ოჯახის წევრი მასმიძლობს და შემდეგ უკვე სტუმრობს ალიევის ყოფილ სიძეს რომელიც რაღაც გუზარმაზარ დასახლებას აშენებს და ეს ერთო ინტერესები იქ ჩანს არქიტექტორები ჩააყავთ პირიქით და ასე შემდეგ ბატონო დროებით ეს თემა დავასრულოთ და მინდა რომ ეს ძალიან ბევრს აინტერესებს მანქანების რეექსპორტის თემას ჩემთვის პირადად მაგალითად ვადევნებდი ამ პროცესს და ამ სფეროს მაგრამ მაინც სიურპრიზი იყო, როცა ციფრებში კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ვნახეთ და მთლიანი ექსპორტიდან საქართველოსი 37-დან აგერ უკვე 40%-ამდე იყო გაზრდილი ავტომობილების რეექსპორტის თემა. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთს უკრაინაში ომის
შედეგებზე პარაზიტირების ნაწილი იყო, მაგრამ ასე თუ იყო თუ ისე ძალიან ბევრი დიდ შემოსავალს და ხერხს ნახულობდა ამ პროცესით და დღეს საუბრობენ თავად დილერები, ასოციაცია და ასე შემდეგ, რომ კატასტროფული ვითარება იქნება ამ მხრივ. ამაზეც რო გითხრათ რამდენიმე სიტყვა, რამდენად ძიმედ დაარტყავს ეს ქართულ ეკონომიკას, სექტორს და შემოსავალს. რა თქმა უნდა 2.5 მილიარდი წარმოუდგენელი რიცხვია საქართველოსთვის, როდესაც ხდება რეექსპორტი, ეს რეექსპორტი არ არის ეს. რეექსპორტი ნიშნავს შემოვიდა, გადაკვეთა და გავიდა იმავე დღესთან რაღაც, მაგრამ ეს არის ექსპორტი, ანუ იმპორტი შემოვიდა დაუშვათ 2 მილიარდის, გავიდა 2 მილიარდ ნახევრის და მარჟა, ანუ რა სხვაობა ეს დარჩა მოგების სახით. აქ დიდი ნაწილი აქვს, თუმცა შუამავალი რუსების და სხვაებიც არიან, მაგრამ აქ გამბაჟება, დროებითი ასე ვთქვათ, ნომრის მიცემა, საბაჟო პროცედურები, ანუ აქ რჩებოდა ფული და რაც თავარია. ამ ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ზოგი მცირეოდენ, ზოგი უფრო მეტად დაზიანებული ნაყიდი ამ აუქციონებზე და გაიხსნა უამრავი შემკეთებელი ქარხნები, საწარმოები, სადაც ადამიანები იყვნენ დასაქმებული, ინდუსტრია გაჩნდა მეორადი ავტომობილების სასურველ კონდიციაში, ანუ სასაქონლო სახის მიცემაში. მთავრობას ხალხი დასაქმდა უამრავი ამ რა თქმა უნდა ეს ხომ გამოიწვევს უზარმაზარი შემოსავლის დაკარგვას ადამიანების მიერ, სამუშაო ადგილების დაკარგვას, მთავრობისადმი უკმაყოფილებას და შეიძლება ბუნებრივი კითხვა. კი, მაგრამ რატო აიტკივა აუტკივარი თავი? რითი აიტკივა ისე შევახსენოთ ხოლმე, რა გააკეთა ამისთან, რომ ასეთ შედეგი აქვს. ხო და მაგრამ მას ურჩევნია რომ ეს ადამიანები მოიმდუროს, ვიდრე თავისი ბობოლა კლანი, რომელსაც პარლამენტის კომისიაში დაატარებდნენ, ნავთობიმპორტიერები რო ქვია და ყველა სათითაოდოდ სათამჯენებს აშენებს. ერთი აგერ ვაკესაბურთალოზე 3 კოშკს და ერთ ტრამპირო დააწერა და გარდა ამისა მათი სამშენებლო ბიზნესი, რომელსაც აგერ შეხვდა კობახიძე ერთი კვირის წინ. ყველა მათ უკან დგას უზარმაზარი სამშენებლო ასე ვთქვათ ობიექტებით ქალაქის გულში. რომ დავთვალოთ რამდენი არის გამოყოფილი მათთვის ასაშენებელი ფაქტები და პროექტები, გაუვალი გახდება ქალაქი. თუნდაც იგი საბურთალოს გზაზე. და რა მოხდა? შემოიღეს 6 წლამდე ავტომობილების დაბეგრვა. ანუ თუ 6 წელს არის ავტომობილი გადაცილებული, დაახლოებით რაღაც სტანდარტული კუბური მეტრის ავტომობილი ჯდება, თუ ჯდებოდა სადღაც თუ არ ვწდები, რამდენია 2000 ლარამდე, ახლა ჯდება 11000 ლარი. ხო, ფაქტობრივად აზრს უკარგავს ამ ხედით. ანუ არ აგრძელეს სიტყვა ეს ძალიან მოხდა ბევრს და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი პროცენტული მარჟა დააწესეს, რომ აზრს უკარგავს. ამან დაარტყა უკვე ავტომობილების ბიზნეს. მეორე მხრივ ესენი ფუთავენ ეკოლოგიური ასე ვთქვათ იმაში საბურველში თუ რა ქვია, რომ თურმე ჩვენ ქალაქს ზრუნავთ. სინამდვილეში ქალაქი მართლაც გაუვალი გახდება ამ მშენებლობების შემდეგ და ვისჭირდება ტრამპტაუერი თუ იქ 4 საათი მოუნდი მისვლას. აგერ ჩემს ახლამდე აქედან 2.6 კილომეტრია და მოვდიოდი საათი და 10 წუთი. ზუსტად. და ერთხელ თქვი აქ და ვიფიქრე რომ რაღაც ხო არ იყო ქუჩა დაზიანებული. არა, იგივე ხდება კონტინენტ, იგივე ხდება. ამიტომ ამ ინდუსტრიის ასე ვთქვათ, ამ კლანური მათი ბიზნესის ასე ვთქვათ, განსავითარებლად ასეულათასობით ჩვენი მოქალაქე დააზიანეს, არა მარტო ეს ბიზნესი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ვერ ყიდულობს უკვე მანქანას და ეს ეკოლოგიას კიდევ უფრო აუარესებს, ვინაიდან იძულებული ხდება 5-10 წელის ძველი მანქანა დაიტოვოს და მეორეს, ვისაც მანქანის შეძენის საშუალება ჰქონდა, ფაქტობრივად გაუორმაგდა მისი რესურსი, ანუ ვერ შეიძენს, ან მეც დახარჯავს და თავის ოჯახს მოაკლებს და სხვა ასე ვთქვათ სფეროს მოაკლებს. რის გამო? იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, იჯეჯილონ სახელისუფლებო სამშენებლო
და სხვა თუნდაც ისე ვამბობ ეს არ არის ავტოიმპორტიორი რაღაცა იმ ავტოიმპორტიორს აგერ ასე ვთქვათ სამშენებლო უზარმაზარი სხვა პროექტები გააჩნია ანუ ქართული ოცნების ბიზნეს კლანის ინტერესებს შეეწირა ასეულ 1000 ადამიანის შემოსავალი და მათ შორის იმ სფეროს ადამიანების შემოსავალი რომელიც მიგრაციის მოტივაციას სამწუხაროდ და იძულებას კიდევ უფრო მეტად ყველა დაკარგული სამუშაო ადგილი ნიშნავს ქვეყნიდან გაქცევას ეს არის და თან ყველაზე პროდუქტიული ნაწილის რომელიც ამ სფეროში აქტიურად საქმე მადლობა ბატონო რომან არც თუ შესაძლებელი სურათი დავხატეთ მაგრამ ხახმა უნდა იცოდეს ეს რეალობა და ბოლოს და ბოლოს ჩვენს რო არ ხსნიდეთ ამას დეტალურად აი ეს ციფრები ბიუჯეტი ოჯახების პირდაპირ ასახვას პოვებს ეს ყველაფერი მათ შორის გაზის თუ ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფების და შემოსავლების კლების კუთხით. დავამშვიდობოთ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ბატონ რომან გოცირიძეს.